ჩვენ წინ უახლოეს მომავალში ყველაფერს ჩვენ გვეტყვის ვინ? თუ არა მიხეილ ცაგარელი, რომელიც არის მიხეილ. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე პატრიოტული საყვარელი ადამიანი, რომელიც ჩემს ბავშვობასთან ასოცირდება და ისეთი რუდუნებით უყურებდი ყოველთვის თქვენ გამოსვლას ბავშვობიდან, რომ დავждებოდი ეკრანთან, ესე იგი ასტროლოგია თქვენს მეშვეობით შევისწავლეთ. დიდი მადლობა, შემოგარგო. შეიძლება ჩვენ პირველად ვართ ერთად და ისე ქვია, მორეიელებით რომ დავიწყოთ. ზეგ მორეელთან დავიკანე, ესე იგი 105 ვარ რიხში. ვის ეუბნები? არასდროს არ მოდის ჩემი დრო. ზეგი შემოგარგებო, პირველ რიგში მე მინდა მიულოცო ყველა დედას დღევანდელი დღე. დიდხანს აცოცხლოს ყველა თქვენთაგანის დედები, ღმერთმა ჯამთელები იყვნენ, ბედნიერები, იმიტომ რომ ასაკის მატებასთან ერთად ადამიანი ხვდება დედის როლს და ფასს. ახალგაზრდობაშიც კი, მაგრამ მე უფრო მეტად ხვდება რას ნიშნავს და მინდა გითხრათ რომ ასტროლოგიაში ძალიან დიდ როლს თამაშობს, იმიტომ რომ დედა ეს არის ჩვენი ემოცია. დედა აყალიბებს ჩვენში ემოციურ ფაქტორს. აი ადამიანი როგორი ემოციური, ნერვიული, მშვიდი, წყნარი, საშუალო ძალიან დიდი როლი აქვს დედას. საერთოდ მშობლები ეს ცალკე თემა ალბათ მე შეიძლება განვიხილოთ. რა როლი აქვს ბებიას და ბაბუას და ასე შემდგომ, ხო ყველას თავისი როლი აქვს, ხო? მაგალითად ჩვენს გონების ფორმირებას ახდენენ უფრო ვთქვათ ბებია ბაბუა, ვიდრე დედა მამა, მაგრამ ემოცია ეს არის პირველ რიგში მშობლები და მათ შორის დედის როლი. ამიტომ ყველანი კარგად იყავით, ჯამთელად, ბედნიერ და მრავალი დედის დღე და 8 მარტი მომილოცოს თქვენთვის. ბახვაწი შენ შეგიძლია იაქტიურო. კი ბატონო, აუცილებლად ვიაქტიურებ მე, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი რამ არის. როდესაც ბატონი მიხეილ ჩვენთან არის ხოლმე. მე ასე ჩუმდები ხოლმე და ყოველთვის რუდუნებით ვიწყებ. ანუ მორიელებით ვიწყებ? დავიწყოთ ბატონო, გამონაკლისი გავაკეთოთ. პრინციპში არა, ჩემთვის ნიშნავს თქვენ როგორ პრეზენტაცია გინოცავს თქვენთან. თევზებს უნდა ხოლმე ხშირად რომ თევზებიდან დავიწყო და მოვატრიალოთ ზოდიაქოს ნიშნები. აუ, მოდი გავაკეთოთ ეგეთი რაღაცა ბატონო მიხეილ. და მე ვერ დავიწყოთ თევზები და შეგინდა ახლა ის გაითვალისწინო რომ ირაკლი არ ყავს დღეს და ვერძებს არ ეწყინებათ? კი ბატონო. ეს გინდა? დავდროს როგორ გვისმენს ახლა ალბათ. გაფოციცებით. შემოგარგებო, ესე იგი ჩვენ საუბრობთ მარზე და მარზე არის საუბარი როგორი? რო არის მანდილოსანთა თვე. მე მინდა პატარა კორექცია შევით. ანუ უმრავლო არის ნამდვილად 20 მარტამდე. და რატო ახლა 20 მარტამდე ჩვენ გავდივართ თევზების ზოდიაქოს ნიშანს, აგერ ყავს შვენერი წარმომადგენელი ნინუცა ამ ნიშნისა, ეს არის ემოციურობა, სიფაქიზე, ეს არის ქალურობა, ეს არის გრძნობიარობა, ეს არის სასწაული ინტუიცია, ხო ეს არის კარგი შემოქმედებითი მონაცემები. ანუ ის რითიც ჩვენ ვიცნობთ საერთოდ მანდილოსნებს, ქალბატონებს, ხო? დედის ფუნქცია თევზებთან ძალიან ახლოა. რომ თევზები არის ყოველთვის გადაყოლილი როგორც შობელი, მორიელი სვანაერია როგორც შობელი. მორიელი არის ძალიან მომთხოვნი. სხვა ჩვენს მინდა გითხრათ, შვილებს დის ძალიან სერიოზულად, ასწავლის პასუხისგებლობას და ამაუკიდებლობას, წესრიგს. ამიტომ მორიელი ბავშვობიდან დედა ისე არ უყვართ როგორც თევზები. მორიელ დედას მერე აფასებენ, როცა გაიზრდებიან და უკვე დამოუკიდებელ ცხოვრებაში გადავლენ. მაგრამ ორი ნიშანი ყველაზე მეტად ვისაც უყვარს ბავშვებს, ეს არის თევზები და შვილოსანი, რომლებსაც შეუძლიათ ყირაზე დგომა შვილებთან ერთად და მათთან ერთად მორგება მთელი იმ თამაშებისა და იმ სამყაროში, რომელშიც ისინი იმყოფებიან. ყველაზე რომანტიკოსი ვინ არის თევზების ზოდიაქო. ამიტომ ეს ტიპის მანდილოსანი აბსოლუტურად შეესაბამება. ეხლა მაგალითად ჩვენ სიყვარულის დღე გქონდა. სრული აბსურდია, შემოგარგებო, მერწყული ზოდიაქოში სიყვარულის დღე არანაირ იმაში ჩარჩოში არ ჯდება, იმიტომ რომ ეს რო იყოს ავიაციის დღე, დაუშვათ თანამედროვე ტექნოლოგიების დღე, საინჟირო, კი ბატონო, რითიც გამორჩევა ფებრვარი ავიაციის დღეა. შენ ახლა მარი შენ ხო გესმის ეს ხო? სიყვარულს მართავს ვენერას, ხო? ვენერა როდის იფუჩქნება? მაისში, როცა კუროს ზოდიაქოს გავდივართ, ან ოქტომბერში, როცა სასწორში ვართ, ხო? აი სიყვარულის პერიოდი. ამიტომ ყველაფერს თავისი თადარიგი აქვს. ეხლა მე აბსოლუტურად ვეთანხმები. მანდილოსანთა პერიოდია 20 რიცხვამდე, მაგრამ 20-ის მერე ზე როგორც კი გადავა ძალიან აქტიურ, ენერგიულ, უშიშარ, მებრძოლ ვერჩი, უკვე მამაკაცების პერიოდი იწყება. ანუ ინდეიან ენერგია ერთმანეთს ენაცვლება. ამას ჩვენ გვერდს ვერ აუვლით. ეხლა შემოგარგებო, მარტი გვაქვს წინ, უკვე დაიწყო და ნუ სერიოზული ამბებია მარტში მინდა გითხრათ, პირველი 20 რიცხვი. არ დაგავიწყდეთ, საკრალური დღეა. რა ხდება 20-ში? თევზები თავის ადგილს უთმობს ვერც. ანუ იწყება ახალი 12 წლიანი ეტაპი განვითარებისა. ეს არის ასტროლოგიური ახალი წელი. შეიძლება კიდევ ერთხელ მივულოცოთ ერთმანეთს. ეს მოვლენა და არის 4 დღე განსაკუთრებული წლის განმავლობაში, როცა იხსნება კოსმიური პორტალი. მოდის სასწაულის სიყვარულის ენერგია. ეს არის 20 რიცხვი. რატო?
20 რიცხვი მარტი. 20 მარტი. 4 დღეა, მაგრამ ეხლა ჩვენ გვაქვს ეს ერთ-ერთი დღე, 20 მარტი. რატო? იმიტომ რომ აქ ჩვენ გვაქვს დღე-ღამსწოლობა, მზე გადადის ასევე ვერჩი და იწყება ნათელი ენერგიების შემოსვლა სამყაროდან. ანუ დღე უკვე გაუსწრებს ღამეს. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ აქ ყოველთვის ლოცულობდნენ ადამიანები, დალოცეთ ყველა. ილოცეთ, ეს არის სიყვარულის პერიოდი, რასაც უნდა გქონდეთ არნახულად დადებითი განწყობა და მეტი სიკეთე აკეთეთ. სამყარო ამას მომენტალურად ხედავს და მომენტალურად რეაგირებას ახდენს, იმიტომ რომ გივე მოგივა თქვენს. გახსნილია ეს კავშირი და აი ამაზეა ლაპარაკი, ოლეგ სიტყვა არ თქვა, იმიტომ რომ ამაზე გახსნილიაზე ჩემს იმდენი მე გაჩვენებს მარი. არ ვიცი, მე ყველა ჯობია ეგ არ თქვა. სწორედ ახლა ხალხი ექნება კიდე ცალკე ლაპარაკო გახსნილია. აი და Boys. Correct target tema იყო. გაგამხიარული. ხეცანა სტანდარტული იტერი. მაგაზე იყო ნუ მთელი ამბები, იმდენი ნახვები და იმდენი ჩაწერები, ცალკე კიდე ვიშან გულაძესთან მაგაზე ცალკე კიდე სკეჩი მოვაწყვეთ და მთელი ამბები იყო. მოკლედ, ამიტომ მაქსიკოს გვერდია ვარ ჯობია. ძლიერი კავშირი. განახები მერე. შემდეგი დუბლი. შემდგომ, ჩემო კარგებო, კიდე რა გველოდება ესე იგი ამ დღის გარდა. ორი მნიშვნელოვანი დღე 10 მარტი ეს არის ახალმთვარეობა. ანუ ახალმთვარეობა ცოტა ფრთხილად ვიყოთ, იცით თქვენ ეს როგორი დღეა, განსაკუთრებით ვახო შენ გეხარება, თორემ თქვენ განსაკუთრებით კერჩხიბები და ნაცნობრივ თავზები რეაგირებთ ამ დღეზე, ხო? ცოტა ფრთხილად გავიაროთ, არაფერი ახალი მნიშვნელოვანი სარისკო აქ არ დავნიშნოთ. და 25 მარტი განსაკუთრებით ეს არის მთვარის დაბნელება და სავსე მთვარეობა. ანუ დაბნელების ორკვირიან პერიოდში შევდივართ 8 აპრილამდე. იქ იქნება ძალიან ბევრი ცდუნებები. უნდა ვიყოთ ყურადღებით, რომ ამას გაუძლოთ და ზოგს უბლენდება twini ასე დროს და თვითონ ვერხსნის რატო იქცევა ისე, ან რატო ამბობს ესეთ რაღაცებს, ხო, რასაც იმ მომენტში ის წარმოთქვავს. ეს დღეები ითხოვენ განსაკუთრებულ ყურადღებას, სხვა კუთხით მინდა გითხრათ, რომ 10 მარტს უკვე მერკური გონების მმართველი პლანეტა გადავა ვერჩი. twini ადამიანების იმუშავებს უფრო სწრაფად ენერგიულად, გონება מחვილობა მოიმატებს და მებრძოლი სულისკვეთებაც, მაგრამ ვენერა იქნება თევზებში. ამიტომ რამდენიც კარგი პერიოდია სიყვარულისთვის, ურთიერთობებისთვის, აქ იქნება რომანტიკული საწყისები, სენტიმენტალურობა, რაღაცა შეიძლება აი ლამაზი ფორმა სიყვარულს, ემდენად twini იქნება ძალიან მეომრული სულისკვეთების და მებრძოლი და ძალიან გონება מחვილის სწავლისთვის, საკმაოდ კარგი პერიოდია უკვე 10 რიცხვის შემდგომ. ეხლა ჩემი თქმა ანუ სიყვარულის სწავლა მოგვიწევს? შეიძლება ეს. შენ ასწავლი კაცო. ეს შეიძლება ეს თქვა. კი, მაგრამ მე მაინც ფარტო მასებზე ვიმავსქენი რა ქვია. გამოვახვილებ. კი, ეხლა რადგან დრო ჩემ ცოტა გრჩება, რამდენიც მე ვიცი, გადავდივარ ცალკე ზოდიაკოს ნიშნებზე ამ ზოგადი მიმოხილვის მერე და მე ვნახოთ ეხლა დავიწყოთ. ორიელთ არ გამო არ დავარღვევ ჩვენ მაყურებელი კოსმოსში ამიღებული, ეს ადამიანებმა იციან კოსმიური კანონების დარღვევა, მაგრამ ჩვენ მივყვეთ იმას, როგორც არის ზევით. მალე მივოთ. არ არის პრობლემა. ვერძისთვის ყველაზე რთული პერიოდია. 4 რიცხვამდე ვერძებო ენერგოტონუსი გაქვთ ყველაზე დაბალი, ჯანმრთელობა არამდგრადი, ფსიქოემოციური არასტაბილურობა, ეხლა ყველაფერი გაღიზიანებთ. ყველა გაღიზიანებთ, ეხლა ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც თქვენ გსურთ. არაფერი ძველი დაიწყეთ, აი ძველი გამოასწორეთ. თუ ეხლა გაქვთ საშუალება რაღაც ძველის ანალიზი გააკეთოთ, რატო არ გამოვიდა იდეა, პროექტი. აი ეხლა გაანალიზების დროა. და ამის გამოსწორების პერიოდია. მაგრამ ახალი ეხლა ფერ დაიწყოთ. ეხლა ჯობია მშვიდად გაიაროთ, ფარულ მტრები, ჭორები, ინტრიგები თქვენ ზოგს უკან ეხლა გააქტიურებულია და ამიტომ ენასკველი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით ისე მოყვებით. მაშინ იქნებით გაცილებით უფრო მეტად წარმატებულები. ეხლა რა შეიძლება კურო ზოდიაქოს ნიშანს, რეფორმების დროა, კუროებო, ვიცი რომ ხანთ კონსერვატორები, ტრადიციონალისტები, იმიტომ რომ მე მაქვს ეს თვისებების თქვენთან ერთად რასაკვირველია, მაგრამ ეხლა არის დრო სიახლეების. ახალი ურთიერთობა, ახალი ნაცნობობა, ახალი პარტნიორული თანამშრომლობა, შეიძლება ახალი მეგობრული წრე, ახალი მანქანა, ახალი საათი, ახალი იდეა, პროექტი, შეიძლება ახალი ბინა, ინტერნეტთან შეიძლება მეტი ურთიერთობები და ეცადეთ რომ თქვენი twini მომართოთ სპონტანურ იმპროვიზაციაზე. აქ ნუ იქნებით ზედმეტად ხისტი. დიპლომატია წინა პლანზე და მაშინ ნახეთ რა საინტერესო იქნება პერიოდის სიახლეებით ახსოვსე, ახალი შესაძლებლობებით ახსოვსე და ინტერნეტიდან შეიძლება საინტერესო ადამიანებიც გაიცნოთ და მათთან ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობაც ჩამოყალიბდეს. სწავლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დროა. რა შეეხება ტყუპების ზოდიაქოს, აგერ ყავს ჩვენ მარიამი დიდი ხანი არ მინახავს და მინდა გითხრათ რომ ჩემო კარგებო, პირველ შენ რო
ენერგოტონუსი დაბალი დოქტორ. ძალიან ახლა მოდი ასე თქვა, გრანდიოზულ საქმეებს ნუ გააკეთებს. მოდი ესე თქვა, რომ სარისკო მოქმედებებისგან თავი შევიკავოთ. ახლა სადღაც დაახლოებით 15 რიცხვამდე მაინც. თქვენი ტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადია, არ გადაიღალოთ. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ნერვული სისტემა თქვენი სუსტება და უკვე არასდროს არ ჩვენს აკეთებ და არასდროს მოხდება. არ გადავიღალო. ეს ერთი. ხო, მაგრამ მოდი ისე თქვა, რომ გარკვეული შანსები მაინც გვაქვს პოზიტიური რა კუთხით. პროფესიონალური კუთხით. მაგალითად შეიძლება ისეთ საინტერესო იდეა პროექტი ჩამოყალიბდეს, რომელსაც დაინტერესდებიან ხელმძღვანელი პირები. რაც მეტად კარგი დიპლომატიური ურთიერთობა გექნება შენ ხელმძღვანელ ადამიანებთან, მით მეტი გაქვს შანსი შემოგვიმ პროფესიონალური წინსვლისა, რომელიც უკვე 15 რიცხვის მერე უფრო მეტად გამოჩნდება. ამიტომ საქმიანი კუთხით იმოქმედე ოღონდ ცოტა ისე რომ დაასვენო კიდევ საკუთარი ორგანიზმი. თორე ხა თქვენ გართობის garaშე და ამის garaშე წარმოუდგენელია თქვენი ცხოვრება, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ. თავარი ეს არის, ხო? კერჩხებებს რაც შეეხება, აგერ ყავს ჩვენ ვახო წარმოადგენელი კერჩხებებისა და პირველ რიგში მოგზაურობის დროა, ჩემო ვახო. რაც შეიძლება მეტი ურთიერთობა უცხოელებთან, რაც შეიძლება მეტი მათთან, მათ შორის პარტნიორული თანამშრომლობა, შეიძლება ძალიან საინტერესო ბიზნეს პროექტი ჩამოყალიბდეს. იქიდან შემოვიდეს მატერიალური სახსრების შენაიდების რეალიზაციისათვის. ეს არის საუკეთესო დრო, როცა არა მარტო ის სიამოვნებ მოგზაურობით, არამედ იმ საინტერესო ადამიანებს გაიცნობ, ხვდი? და ამასთან ერთად უცხოენების ათვისება გინდა ახლა. მათ შორის კერჩხებები სპორტში იქნებიან ახლა ძალიან კარგები და სპორტული მიღწევების დრო აქვთ მათ. და აქედან გამომდინარე უნდა იაქტიურო, იმიტომ რომ ენერგოტონუსი ახლა მაღალი აქვს, ინტუიცია მზარდია და რაღაც სხვა სახის პრობლემები თუ არ გიშლით ხელს, იაქტიუროთ თქვენთვის ერთ-ერთ საუკეთესო დრო, ამიტომ წყლის ნიშნები, სტიქიის, მორიელი კერჩხები და თევზები სამი მთავარი ფავორიტია 4 რიცხვამდე. 20-მდე, ხო? კი, ამიტომ ეს დრო არ დაკარგოთ. ახლა მე როცა ვამბობ, კარგია ზოგს ესმის უკუღმა. უნდა წამოწვე და დამეყრება ზევიდან. ეს როგორ იციან ხოლმე ბატონო მიხეილ? ხოფმელია რა, ხო. აი ეს არის შეცდომა, ჩემო კარგებო, არა, კერნე წამოწვეთ, უნდა იაქტიუროთ, იმიტომ რომ სხვა დროს ისე ასეთივე აქტიურობა შედეგს არ გაძლევდა, ახლა გაძლევს. გარეთო და თოდა, მაგრამ სუაციო და არტისტია, ახლა ციდან კომპეტენციო. არ ხდება, მართლა. გენერია. ძალიან კარგი იყო ეს, ასე ვთქვათ, გადავიყვანოთ თვითონ ხატრულ გაფორმებაში. ახლა ლომს რა შეეხება, ჩემო კარგებო, იმპერატორთან ნიშანი. ენერგოტონუსი ცოტა დაბალი გაქვს. ძალიან ნუ გადაიღლებით, ძალიან ნუ გადაეტვირთებით, ცოტა მიეცით თავს საშუალება რომ დაისვენოთ, გამოიძინოთ, ხო? მაშინ თქვენი მოქმედება იქნება უფრო პროდუქტიული, უფრო წარმატებული და ნაყოფიერი. მაგრამ გარკვეული შანსები არის, სასუქლებაში პარტნიორული თანამშრომლობის კუთხით, ოღონდ აკონტროლეთ არა მარტო საკუთარ, არამედ სხვისი ფინანსებით, ერთობლივი ფინანსური ბიზნესი გაქვთ, რათა აქ რაიმე სახის შეცდომები არ მოხდეს. ამას მეაქცეთ ყურადღება. და კიდევ, მოდი ამ შოტის ის რომ ეს ის პერიოდი, რომ მსვლელობისას თქვენ შეგიძლიათ ასევე სხვადასხვა სახის სირთულეები წარმოგექმნათ, მაგალითად, ფინანსების გადანაცვლების კუთხით, ბიზნეს საქმიანობაში და ამ ხრივაც ვიყოთ ცოტა ყურადღებით და ფრთხილად. ეხლა მოდი ამუშოთ ესეთ ნიშანი, როგორც არის ქალწული, ენერგოტონუსი მაღალი აქვს, ჯანმრთელი, ენერგიული, აქტიური, მოძრავი, შემოქმედებითი, ყველაზე კარგი პერიოდია შემოქმედებითი ინჭის და უნარის გამოსავლება და ძალიან კარგი პერიოდია ქორწინებისთვის, პარტნიორული სასწავლო ბიზნეს საქმიანი კონტაქტებისთვის, სადაც წარმატების შანსი გაქვს საკმაოდ მაღალია. ამიტომ იაქტიურეთ. თქვენი დროა 4 რიცხვამდე მაინც ძალიან კარგი პერიოდია, შეიძლება 25-მდეც კი გაიწელოს ეს კარგი დრო თქვენთვის. შემდეგ 25 მარტამდე ხო, 25 სასწორებზე მივდივართ. ეხლა მივედით სასწორთან. სასწორი ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც ახლა მნიშვნელოვანია რა? ჯანმრთელობის შენარჩუნება სტაბილურობის, იმიტომ რომ აქ არის პრობლემები, მათ შორის საექიმო შეცდომების ალბათობა, გადამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია და ამავდროულად გაითვალისწინოთ, რომ ეს არის ის დრო, როცა თქვენთვის ამშვენია კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან სტაბილური, ჰარმონიული დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბება. ამაზე იქნება ბევრად დამოკიდებული არა მარტო თქვენი პარტნიორული თანამშრომლობა, არამედ შემდგომი პროფესიონალური პერსპექტივები. ამიტომ ვიმოქმედოთ აქტიურად, საქმეც გავაკეთოთ, ოღონდ გადაღლის, გადატვირთვის garaშე დროდადრო დაასვენეთ საკუთარი ორგანიზმი, რომ გახსოვდეთ შედარებით ადვილად იღლებით. ეხლა ემოციურად უფრო არასტაბილურები ხართ. ამიტომ ესეთ რომ აი ამ ხრივ ცოტა თავი დავიცვათ. მორიელი. მოდით აგერ ბატონო მორიელთან. ჩემო კარგებო, თქვენ გაქვთ სიყვარულის დრო. დაახლოებით 25 რიცხვამდე ეს არის საუკეთესო პერიოდი სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობებისთვის.
აქ შეიძლება რომანტიკული საოცარის თავგადასავლების წინაშე აღმოჩნდეთ. კონკურსებში, ლოტარიებში მონაწილეობის მიღება წარმატების მომტანი იქნება და ამ კუთხითაც გაგიმართლებთ იღბლიანობა მაღალია. ერთ-ერთი ყველაზე შარმიანი, მიმზიდველი, აქტიური და კრეატიული ნიშანი ამ პერიოდში. ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, მოდი ასე ვთქვათ, ინტუიცია ზემძლავრი, სხვა შორის მორიელი ზოგჯერ გზნობს სიკვდილის სურნელსაც კი, იმდენად ძლიერი ინტუიცია, აქ ეს თვისება. აჰა, ხედავთ ბერს უყვირს როგორ, რატო, საიდან? აჰა, ყველას არა. ურეკავთ ხოლმე, ვინმე ხო არაფერს უცხოს ხო და ნინუცა გვეუბნება ხოლმე ეგ. ვინმე ხო არ. ხო, ერთი სიტყვით მოდი ეს თქვა წარმატებული პერიოდია, როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი, ორგანიზატორი, მორიელი ძალიან კარგად წარმოაჩენს მონაცემებს, გადასარევი ურთიერთობა გექნებათ ახლა შვილებთან და აქაც თქვენი ავტორიტეტი სახლში და სამსახურში ერთი-ორად მოიმატებს. ამიტომ ფრეა წარმატებული დრო 25-მდე მოასწრეთ მნიშვნელოვანი საკითხების შესრულება და წარმატების მიღწევა. 25-ის მერე ყველაზე რთული პერიოდი. მერე ცოტა უფრო დაეცემა თქვენი იმუნიტეტი და შესაძლებლობა წარმატების მიღწევისა, ხო? ეხლა რაც შეეხება მშვილდოსნებო, თქვენ გიყვართ ვიცი მოგზაურობა, მაგრამ ამჯერად პირიქით გაქვთ. ვახოს დაკირჩხებს უყვართ სახლი, მაგრამ ახლა უნდა იმოძრაოს და უცხოეთში წავიდეს, თქვენ პირიქით ეხლა დაჯექით სახლში. რატო? პრობლემები შეიძლება შემოგქონდეთ როგორი საგუპაცხურებო. ელექტროტექნიკა, სანტექნიკა გაფუჭდეს, ამას უნდა ფინანსები, თქვენი ყოფნა, ენერგია და შემდგომ ხო პლუს გაგიჩნდება სურვილი დიზაინის შესწვლისა სახლში. ლამაზი კომფორტული დიზაინი ერთ-ორად გაუმჯობესებს თქვენს ფსიქოემოციურ მდგომარეობას. საქმიანი კუთხით გარკვეული შესაძლებლობები გაქვთ, მაგრამ ეხლა მაინც ვიღოთ ყურადღებით. თავარია თქვენთვის თქვენი ზოგჯერ სარკასტული გამოთქმებით არ შექმნათ პრობლემები ნათესავებთან. რო ამაც სირთულე არ შექმნას, თუ ამას შეძლებდა ნათესაური კავშირები იქნება მდგრადი, პერიოდი იქნება უფრო სტაბილური, მაგრამ 25-ის მერე და 20-ის მერე თქვენი დრო მოდის. ამიტომ ახლა მთავარია შესრულებები არ დაუშვათ 20-მდე. რაც შეეხება ესეთ ნიშანს, როგორც არის თხის რქა, ძალიან კარგი პერიოდია, ძალიან აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, ახლა ენერგოტონუსი მართლობს ყოველდღე შრომის უნარიანია და თხის რქა ახლა ძალიან პრაგმატულია. ამიტომ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსებიც აქვს საკმაოდ კარგი. საერთოდ მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრების, მოლაპარაკების დროა. შეიძლება ახალი პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს და ძალიან ნაყოფიერი იყოს ის და სწავლისთვის, ახალი ინფორმაციის მისაღებად საუკეთესო დროა. ამიტომ შესაძლებლობები ექნება ძალიან კარგი. რაც შეეხება მერწყულებს, მერწყულებო თქვენ ენერგოტონუსი ეცემა პლუს ჩარჩოებში ჯდებით. ამიტომ ესე თავისუფლად და სპონტანურად ახლა ვერ იმოქმედებთ, ვერ იმუშავებთ როგორც თქვენ ეს გსურთ, მაგრამ შეიძლება ეს ცუდი არ იყოს. რატო? იმიტომ რომ რადგან ახლა ენერგია თქვენი ცოტა კლებულობს, თქვენი აზროვნება და მოქმედება უფრო პრაგმატული იქნება და უფრო ფრთხილი. ამიტომ სუსტრაფობა იკლებს, რაც შეიძლება გახდეს წარმატების ფაქტორიც კი. ამიტომ შანსები წარმატების არის, მათ შორის შეიძლება ადრეული საქმეებიდან ფინანსები შემოვიდეს, პრემიები, ბონუსები, რაც გაუმჯობესებს თქვენს ფინანსურ მდგომარეობას, მაგრამ ტონუსი ეცემა. ამიტომ ჯანმრთელობას ცოტა მეტი ყურადღება და დასვენებას, ხო? მეტმოდაც თქვენ როცა გძინავთ, ტვინე მაშინაც მუშაობს და ვერ თიშავთ. ამიტომ რაც მეტად თქვენ უფრო მეტად შეძლებთ ახლა დასვენებას, ნორმალურს, ხო, მით უკეთესია თქვენთვის. და თევზები, მთავარი ფავორიტი შემოკარგო. ეხლა 4 პლანეტაა თქვენ ზოდიაქოს ნიშანში. შარმე, მიზიდულობა, ენერგია, აქტიურობა, იღბლიანობა, წარმატება, კომუნიკაცია, შემოქმედებით ინჩის უნარის გამოვლენა, ყველაფერი წინა პლანზეა. ამიტომ გინდათ პირადი ურთიერთობა, გინდათ ბიზნეს საქმიანობა, ყველა სფეროში გაქვთ შანსები, მიდექით, მოდექით. ხალხი შეაწუხეთ, იმოქმედეთ, აქტიურად და მე მოგილოცოთ 25 რიცხვამდე წარმატებები. ნინუცა შეგიძლია გადახვიდე კურიერის სტუდიაში და წაიყვანო კურიერი. ნახვამდის ბატონო. მადლობა ბატონო მიხეილ. დავემშვიდობეთ ჩვენ ძვირფას ტელემაყურებელს, ორ შაბათიდან შუადღე რა თქმა უნდა დაბრუნდება, მე პარასკევს გოგონები კი შაბათ-კვირამდე დაგემშვიდობენ, ნინუცა 4 შაბათს იქნება. ყველაფერი გითხარით, კარგად ზანდებოდეთ ნახვამდის.